აი წეგან შეხვდა ლალი მაროშკინას პოსტი, რომ ჩიოდა ქალი, რომ ვიღაცა ქოცის ცოლიო გადაფრენილაო ევროპაშიო და რო ჩამოდიოდაო 800-850 ლარის ღირებულების tax free დაიბრუნა. ეს tax free რა არის დაახლოებით, ვინც არიცით, აი საშემოსავლოს ვარიანტში უცხოეთში რო დახარჯავ, აქ იბრუნებენ აეროპორტში დაახლოებით 18%-ს თუ სწორად მახსოვს და დაახლოებით დავთვალე რა უხეშად და ანუ უშოპინგია სადღაც 4 მილიონი ნახევრის რა ამ ქალბატონს ბობოლა ქოცის მეუღლეს ვიღაცას. ხო და გამახსენდა მაგაზე სადმე ევროპაში რო ვარ ხოლმე და მაცივრის მაგნეტი რომ მომეწონება და ტურისტულ ადგილზე ეხცოდ ძვირი ღირს 2 ევრო რო ღირს და აუ რომ მომწოს, მაგრამ თან ხო ამაში 2 ევრო როგორ მიცე იქნებ სადმე გარეუბანში 1 ევროთ ვიშოვოთ. თქვენც ხო ესე ხართ, აი დარწმუნებული ვარ რომ ესე ხართ რა. და ამ დროს ჩვენ თან პატიოსანის შრომით ნაშრომი ფული რო გვაქვს, მთელი წელი რო ვაგროვებთ და მე წელიწადში ერთხელ დავისვენოთ სადმე, ამ დროს ვიღაცა ბობოლა ქოცი ტენდერებზე რო აქვს ფული გაკეთებული თავის ხმარს, გადაფრინდება 4 მილიონი ნახევარს დახარჯავს, გადმოფრინდება იმ 800.000-ს იბრუნებს შემდეგ შოპინგს რომ მიამატოს. ხო მაგარი. ეხლა ვიღაცები იყვნენ შურთო თქვენო. საერთოდ არ მშურს, რანაირად მშურს ბიუჯეტიდან შეჭმული ფულის რომ მშურდეს, იგი მის მაგის გამოკეთებელი ვარ. არა, ეგ არის პრობლემა, რომ ეხლა რო იჭერენ და მილიონები, ასობით მილიონი რო აქვს ნაჭამი 2 კილომეტრი გზაზე რო ასობით მილიონს აკეთებენ. ეგ არის პრობლემა და მაგაზე ვდგავართ ქუჩაში ამდენი ხალხი და რა ვიცი ვიღაცებს თუ მოგწონთ ვინცაც მოგწონთ ქოცები რა ვიცი თქვენს ეგრე ხო არ ხართ შემთხვევით ჩემსავით მაგნეტების ფულს ხო არ ზოგავთ 1 და 2 ევროს ევროპაში რომ მიდიხართ. მოდა ეგეთი საქართველო გვაქვს რა პატიოსნად მისშრომობთ 1 და 2 ევროს დავდებთ და ვიღაცები მთელი ცხოვრება არაფერი არ გაუკეთებიათ გარდა იმისა სოციალური სტატუსი რომ ვიღაცის ცოლობა აქვთ. ბობოლა კაცის ცოლობა, ეგენი დადიან და 4 მილიონი ნახევარს ხარჯავენ თურმე.